რა თქმა უნდა არსებობს გარკვეული ფორმატები და პლატფორმები, სადაც რა თქმა უნდა ლეგიტიმურობის ნიადაგზე ამის მიხედვით არ იწვევენ ხოლმე ლიდერებს, არის გარკვეული პლატფორმები, სადაც ყველა ასე ვთქვათ ფორმალური თუ არაფორმალური თუ ლეგიტიმური თუ არალეგიტიმური ლიდერი იკრიბება, რაც შეეხება აქ ყოფნას ხოლმე, ახაც ჩანს ხოლმე თუ როგორ არის იზოლირებული ივანიშვილის რეჟიმი და მათ შორის უშუალოდ ეგრეთ წოდებული პრემიერი ყობახიძეც, რაც შეეხება პარალელს მის შარშანდელ პარალელს მაია სანდუს და მაია სანდუ გამოირჩევა იმით, რომ მას აქვს ძალიან კარგი მეგობრული მათ შორის და პარტნიორული ურთიერთობა ყველა დასავლელ ლიდერთან განსხვავებით ყობახიძისგან, რომელიც ყოველს მიერ არის უარყოფილი და რა თქმა უნდა ყოველს მიერ მიჩნეული არის აი ამ ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ სახედ, რაც შეეხება მის ნარატივებს, ეს ნარატივები ყოველთვის არის რუსული ჰიბრიდული ომის გახმოვანება ხოლმე და კრემლის მესიჯების გახმოვანება საერთაშორისო ასპარეზზე. მინდა გითხრათ, ბრიტანეთში გუშინ ამოქმედდა უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემა, რომელიც მისდევს მოსახურება, რომ ბრიტანეთში უცხოური გავლენა იყოს გაკონტროლებული და არ არის დაკონკრეტებული კანონში კონკრეტული ქვეყანა. აქ საუბარი არის ქვეყნებზე, რომლებიც მთავრობებსაც აქვთ გავლენა ბრიტანეთზე. ანუ მოიაზრება ყველა ქვეყანა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს კანონიც რუსული არის თუ არა, რომელიც ბრიტანეთში გუშინ ამოქმედდა? არა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დასავლეთში, როდესაც იღებენ გარკვეულ კანონებს, ეს არ არის მიმართული კონკრეტული თავისუფალი და კრიტიკული თუნდაც აზრის მქონე ადამიანების ორგანიზაციების წინააღმდეგ, არის ახავს მიზნად ერთი კაცის დიქტატურის დამყარებას და არის ახავს მიზნად მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების და ორგანიზაციების ლიკვიდირებას და განადგურებას ქვეყანაში, ამიტომაც ყველანაირი პარალელი, რომელიც არის ხოლმე გავლებული რეჟიმის მიერ, თითქოს და მსგავსი არის ის კანონი, რომელიც რუსულ კანონად არის ცნობილი საქართველოს მოსახლეობის და მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის, პარალელი გავლენ ხოლმე კანონმდებლობასთან, რომელიც შემუშავებული არის სხვა ქვეყნებში. მინდა გითხრათ ამ კანონთან დაკავშირებით, კონკრეტული ქვეყნები, როგორც საქართველოში მოქმედ კანონში არ არის დასახელებული, ასევე ბრიტანეთში არ არის კონკრეტული. გიპასუხეთ თუ კითხვაზე, სხვა კითხვა დავსვათ. გასაგები. ან ჩემი აზრი ეს არის და თუ შეიძლება არ მოგწონდეთ ჩემი. სწორედ ამ კრიტიკის გამო ხელისუფლებამ თქვა, რომ ამერიკული ფარა გადმოვაკოპირეთ აი ამაზე რას. ამერიკული ფარა იყო მიმართული იმ ქვეყნების და იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც ძირს უთხრიდნენ ამერიკულ დემოკრატიას და წარმოადგენენ საფრთხეს, რაც შეეხება ქართულ კანონმდებლობას, ეს არის შემუშავებული მეგობარი პარტნიორი ქვეყნების ორგანიზაციების წინააღმდეგ და მათ შორის მიზნად ისახავს ყველა კრიტიკული ზოგადად ორგანიზაციის და პიროვნების მიერ დაარსებული ორგანიზაციის და მართული ორგანიზაციის განადგურებას და გაუქმებას, რაც ღიად აქვს დეკლარირებული ივანიშვილს. პარტნიორი ფარაზე მათ შორის იყო გიული ალასანიას ხარჯების და როგორ ფიქრობთ, ამერიკა საქართველოს მტრულ სახელმწიფოდ უპასუხე უკვე. გიული ალასანიას მიერ გადახდილი თანხები და მის მიერ დაქირავებული ლობისტები მაშინ რატომ რეგისტრირდებიან ფარაზე თუ ის მხოლოდ მტრულ სახელმწიფოებს ეხება? არა, ფარა რატო შეიმუშავეს, ეგ გითხარით ისტორიულად რო გცნობდათ. ხო შემუშავების მიზანზეც საუბრობდით. გიული ალასანიასაც აგვიხსენით მაშინ მისი ხარჯები რატომ? რა უნდა გისნათ, ჩემი პოლიტიკური პოზიცია გითხარით, ახლა დაკითხვაზე ხო არ ვიყოფები, ჩემი პოზიცია გითხარით. მტრულ სახელმწიფოებს ეხებაო და საქართველოსთან გადახდილი თანხები რატომ აისახება ფარაში? ფარას რატო შეიმუშავეს, იმას გეუბნებოდი და გიხსნით. არ ვიცი, ალბათ ძალიან მარტივად თუ შეგიძლიათ რომ დავაცადოთ პასუხი, ხო, კარგი იქნება, იმიტომ რომ ანუ არ ვიყოფებით იმ ფორმატში, სადაც უნდა შემაწყვეტინოთ ყოველ ორგანიზებაში. ალბათ იცით. ფარას შემუშავების მიზანი იყო მტრულად განწყობილი სახელმწიფოების წინააღმდეგ კონკრეტული კანონმდებლობის შემუშავება, იმიტომ რომ არსებობდა კონკრეტული რეალური საფრთხე იმ ქვეყნებისგან, რომლებიც ძირს უთხრიდნენ სხვადასხვა ორგანიზაციების მეშვეობით ამერიკულ დემოკრატიას, ამიტომაც შეიმუშავეს, რაც შეეხება საქართველოში ამ კანონმდებლობის შემუშავების არს, ყველამ კარგად ვიცით, ივანიშვილმა ამის დეკლარირება მოახდინა, ეს არის შემუშავებული მეგობარი პარტნიორი ქვეყნების წინააღმდეგ და იმისთვის, რომ მოხდეს განადგურება აბსოლუტურად არასამთავრობო სექტორის საქართველოში, ამიტომაც რა თქმა უნდა, ყველა ხვდება რა არის განსხვავება ამ ორ კანონს შორის. დღეს რისთვის მოქმედებს ფარა ამაზე ისევ არ არის, გითხარით რისთვის მოქმედებდა და ეხლა ზოგადად უცხოურ ორგანიზაციებს ეხება, ეხლა მაგრამ თავიდან რატო იყო ამაზე ვსაუბრობ. სწორია რომ არ ემორჩილებიან არასამთავრობოები. როგორ? სწორია რომ მათი გადაწყვეტილება რომ არ ემორჩილებიან. ჩვენ საქართველოში გვაქვს ესეთი სიტუაცია, რომ ან უნდა დაემორჩილო და დაუმჩმორდე რეჟიმს, ასე გამოდის, ან არ უნდა დაემორჩილო რეჟიმს. ეს ორი ვარიანტი არსებობს, იმიტომ რომ რეჟიმი არის ავტორიტარული, მას სურს რომ ყველა სამოქალაქო პოლიტიკური უფლება იყოს განადგურებული, მას სურს რომ არჩევნები გაყალბდეს და მერე ოპოზიცია არსებობდეს ისეთი, რომელიც გაყალბებულ არჩევნებს უღიარებს, ავტორიტარებს, სურს რომ ქართული ხალხი ეგუებოდეს იმას, რომ რაღაც პიარ შეწირულია თურმე გიორგი ანწუხელიძე ჩვენი გმირი და თუ
თურმე არიან ასე ვთქვათ ადამიანები ივანიშვილის ბანდის შიგნით რომლებიც კორუფციაში იხჯობიან და თურმე ისინი ეწირებიან იდეას ამ დროს ამ ყველაფერს უნდა შეეგუო და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა შენ იქნები ნორმალური აქტორი ივანიშვილის მხრიდან ასე იქნება გაცხადებული მაგრამ არსებობენ ორგანიზაციები მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები ოპოზიციური პარტიები კონკრეტული პიროვნებები რომლებიც არ ეგუებიან ამ უსამართლო ავტორიტარულ რეჟიმს ბატონო ირაკლი არ მინდა გითხრათ 4 ოქტომბრის დაანონსებულ მშვიდობიან დამხობასთან დაკავშირებით უკვე აღარ არის ანონსი რაღაც მშვიდობაზე საუბარი არის რევოლუციაზე დამხობაზე ეს ფრაზები ისმის წინააღმდეგობის გაწევაზე იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე რაც 4 ოქტომბერს მოხდება ყველა ამ მოწოდებაზე 4 ოქტომბერთან დაკავშირებით არსებობს ძალიან მკაფიო მოწოდება და პოზიცია არავის მიერ არ იყო ძალადობაზე არასოდეს გაკეთებული განცხადება გულისხმობ ორგანიზატორებს ეხლა სოციალურ ქსელში რა კომენტარი დაიწერება ეხლა ამაზე საუბარი ეხლა არასერიოზულად მიმაჩნია რაც შეეხება კონკრეტულ ორგანიზატორებს რომელიც ყავს ამ დღეს მათ მიერ და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ რომელიც არის საპროტესტო ელექტორატი გაცხადებულია ღიად რომ ეს არის მშვიდობიანი აქცია რა თქმა უნდა თუმცა მიზნად ისახავს საკუთარი სიმრავლიდან და მათ შორის რეჟიმის აი ამ დაქსაქსულობიდან გამომდინარე იმას რომ მოხდეს ამ რეჟიმის დასასრული და მათ შორის ის ადამიანები რომელიც საჯარო პოლიტიკური განცხადების გამო დააკავეს გულისხმობ ჩემ მეგობარს და თანამებრძოლს და ჩვენი პარტიის ლიდერს ლევან ხაბეიშვილს ეს ადამიანი დააკავეს უბრალოდ საჯარო პოლიტიკური განცხადების გამო სადაც ის ხსნიდა თუ რას გულისხმობდა ამ ტერმინში თუ როგორი ანალოგიები მშვიდობიანი ისე რომ თმის ღერი არ ჩამოვარდნი არავის არსებობს როგორც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ისე ჩვენი მეზობელი და სხვა ქვეყნების ისტორიაში ამ მიმართულებით განცხადებები გამოკაპიტალიზმი თქვა რომ პროვოკაციები იგეგმება და არავის ურჩევ კანონის დარღვევასა და ესეც შეგვიძლია ყოველთვის ივანიშვილის ბანდის წევრები აი ამ შეთქმულების თეორიებს თხსავენ ხოლმე, როცა არის ხოლმე რაღაც განსაკუთრებით დაძაბული მდგომარეობა, საუბრობენ ხოლმე რაღაც საბურავების რევოლუციაზე, რაღაც არარსებულ მითებს თხსავენ ხოლმე, ამის გამო ხანდახან გამოძიებას იწყებენ, ეხა უკვე ისეთ შორს არ აქვს შეტოპილი, რომ უკვე დაკავებებსაც იწყებენ ხოლმე, ესეთი შეთხსული ბრალდებებით, ამიტომ ღებს გავსი ნარატივები არ გვიკვირს ჩვენ არც ერთი ასე ვთქვათ ივანიშვილის ბანდის წევრისგან. ბევრი განცხადებები როგორ? რაც შეეხება მამ კონტინენტის განცხადებას კორუფციასთან დაკავშირებით, ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები უკვე ნახეთ სუსის მიერ გადადგმული და ასევე ამბობს, რომ ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ მომავალში გაგრძელდება. თქვენ როგორ შეფასებთ იმას, რომ ბოლო პერიოდში უყურებთ? ხო, ეს არის კლანური ბრძოლა, იმიტომ რომ ზედაპირზე იყო ის ფაქტები, რომ მათ შორის ბატონ ჟუანშე ბურჯულაძე, რომეო მიქაუტაძე და სხვა წევრები იყვნენ აბსოლუტურად კორუმპირებულები. ამის შესახებ მე და ჩემი მეგობრები წლების მანძილზე ვსაუბრობდით და ქონდა ამის კონკრეტული მტკიცებულებები, თუმცა მაშინ როდესაც პოლიტიკური კონjunქტურა არ იყო და ამ კლანის მოსპობა არ იყო მიზნად, რა თქმა უნდა, ამ ხალხის დასჯა არ მოხდა. ეხა ერთმა კლანმა მეორე კლანის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა და ამას უყურებთ, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან ხილული. ხო, არჩევნებთან დაკავშირებით ბატონო ირაკლი, ჰექსოგენის საქმე გაიცემა ასევე დინარაძემ და სრულ ინფორმაციები ბომბთან დაკავშირებით და დააკავშირა ეს ორი საკითხი ერთმანეთთან. ზოგადად მის ამ განცხადებას როგორ შეაფასებთ? რამაც ვისაუბრე უკვე, რაც არ უნდა ჰექსოგენთან, საბურავებთან და რაღაც სხვა საკითხებთან პარალელი გაავლონ და რაღაც შეეცადონ რაღაც თეორია შეთხსან რომ თითქოს და ვინმე ძალადობრივ სცენარს გეგმავს საქართველოში ეს არაერთხელ გვიხილავს. ანუ პირველი ხო არ არის, აი გვახსოვს 2016 წელი, ამის შემდგომ 2020 წლის პერიოდში იყო ხოლმე მუდმივად საუბარი რაღაც დესტაბილიზაციის გეგმებზე, საბურავებზე, ასაფეთქებელი ნივთიერებებზე, თუმცა რა თქმა უნდა კონკრეტული მტკიცებულებები და კონკრეტული მყარი და ზედაპირზე რო დავს ისეთი მტკიცებულებები არასოდეს არ ქონიათ ივანიშვილის ბანდის წევრებს, იმიტომ რომ ვერ ექნებოდათ გაუნარიქიდან რომ ასეთი გეგმები ბუნებაში არ არსებობს ხოლმე და წარმოადგენს ხოლმე ამ სუსის ასე ვთქვათ ნარატივებს, რითაც ცდილობენ დისკრედიტაცია მოახდინონ კონკრეტული საპროტესტო მოძრაობების. და ზოგადად 4 ოქტომბრის ზუსტი თარიღის დათქმა რა მიზანს ემსახურება და ამ მოლოდინების შექმნა. ჩვენთვის ძალიან მისაღები იყო ბატონი პაატა ბურჯულაძის და რუსთაველის გამზირის ეს დაანონსებული აქცია და ჩვენი ერთ-ერთი ლიდერი გახდა მათ შორის ამ მოძრაობის და შეიძლება ითქვას რომ ამ თარიღის ერთ თავარი ასე ვთქვათ გამტანი და თავარი დამლექავი საზოგადოებაში, იმიტომ რომ ძალიან მარტივად არის ჩვენთვის საქმე. ან მყარდება დიქტატურა და არის ბუნებრივი დედლაინი იმის მყარდება, თუ არ მყარდება ქვეყანაში დიქტატურა, ჩვენ ხედავთ თუ როგორ უფრო და უფრო სასტიკი, უფრო და უფრო უსამართლო და რეპრესიული ხდება რეჟიმი, ამას ან ვეგუებით, ან ამ სისტემას არ უშვებთ საქართველოში და არ უნდა დაუშვათ, იმიტომ რომ საშიში არის ყველა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, სიცოცხლისთვის, სამოქალაქო პოლიტიკური უფლებისთვის. აი 4 ოქტომბრის გარშემო ვრცელდება სხვა აზრები და არ ვრცელებენ რიგითი აქტივისტები, მაგალითად საუბრობს და გუშინ კუპრავა რომ არჩევნების პროცესი ჩაიშალოს, მანამდე იყო ყოფილი
ძალოვნების მობილიზებაზე საუბარი, ასეთი მსგავსი პიკეტირებაზე იყო საუბარი. ასეთი მსგავსი განცხადებები თუ ახალისებს 4 ოქტომბერს ძალადობრივ პროცესებში 4 ოქტომბერთან დაკავშირებით არსებობს ძალიან კაფეო გეგმა, რომელზედაც საუბრობს ბატონი პაატა პურჭულაძე, რომელიც გახლავთ ორგანიზატორი თავის გუნდთან ერთად ამ აქციის. ამ გეგმაში არაფერი ძალადობრივი არ არის, აქ საუბარი არის კონკრეტულად რა თქმა უნდა მათ შორის მშვიდობიან აქციაზე, რომელსაც ექნება რამდენიმე ლოკაცია, იქნება დადგმული სცენა რამდენიმე ლოკაციაზე და ჩვენი სიმრავლე იქნება ჩვენი ძალა და მათ შორის ის რომ რეჟიმი შიგნიდან არის მორღვეული, ამაზე არაერთხელ ყოფილა საუბარი, ამიტომაც სხვა ყველა ტიპის საუბარი ამ თემაზე არის უბრალოდ სპეკულაცია. აი მანამდეც დეკემბრის აქციებზეც იყო ხომ დაპირისპირება და გამორიცხავთ ისედაც რომ გადაიზარდოს ეს დაპირისპირებაში. თქო, სწორი პარალელი გაავლეთ 20 ივნის ახალგაზრდებს საკუთარი აი დეკემბრის აქცია. არა, გასაგები ხო პასუხობთ უბრალოდ. სწორი პარალელი გაავლეთ, როგორც 20 ივნის საკუთარი თვალები არ დაუთხრიათ ახალგაზრდებს და როგორც საკუთარი თავი არ უწამებია ასეულობით ადამიანს დეკემბერში და ნოემბერში, ისევე არ აუპირებს აქ მშვიდობიანი მომიტინგე არც ერთი საკუთარი თავის წამებას, ან საკუთარ თავზე თავდასხმას, ან თვალების დათხრას და ცხოვრების განადგურებას. ამას თუ დააპირებს ვინმე, იქნება ივანიშვილის გავაშებული ბრბო, თუმცა ჩვენ იმას ვამბობთ, რომ იქნებით იმდენი, რომ ივანიშვილმა ეს მეორეჯერ და მესამეჯერ თუ მერამდენჯერაც აკეთებს და უკვე ძალიან ბევრჯერ აქვს სამწუხაროდ გაკეთებული, ვეღარ გავიდოს. აი როგორ გავუწევთ წინააღმდეგობას ამას? ვეღარ გავიდოს მეთქი, გითხარით ჩვენი სიმრავლიდან და ჩვენი მედგრადობიდან. როგორ გავუწევთ წინააღმდეგობას, ანუ როგორ აგიხსნათ ახლა, ანუ იმდენი უნდა ვიყოთ, რომ ვერ გაბედონ და როცა მიხვდებიან იმას, რომ არიან რამდენიმე ასეულობით ზონდერი და ჩვენ ვართ უფრო მეტნი, ეხლაც ვერ გაბედავენ და თავსაც დავიცავთ იმით, რომ ვიქნებით ამდენი და ვიქნებით ხელჩაკიდებულები და რა ვიცი თქვენ თუ გულშემატკივროთ ზონდერებს, რომ აწამონ ქართველი ახალგაზრდები, ეს თქვენი პრობლემა გახლავთ, ძალიან სამწუხარო. სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით გითხავთ, მან თქვა, რომ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებდა, რომ არ ჩართულიყვნენ თვითმმართველობის არჩევნებში, თუმცა რამდენიმე მის როგორც თქვა არ გაითვალისწინა და ეს ყველაფერი დაუკავშირა მთავრობის ეწოლას, თუმცა როგორ? ან თქვა, რომ მთავრობის ეწოლის დამსახურება რომ ირთვება ზოგიერთი პარტია ამ თვითმმართველობის არჩევნებში. ველოში ამბობენ, რომ ეს საერთოდ არაფერ შუაშია და უარყოფენ ამ განცხადებას. თქვენი აზრით რა როლი აქვს სალომე ზურაბიშვილს წინა საარჩევნო ბოიკოტში, ან თუ აქვს რაიმე როლი ზოგადად? ვერ გეტყვით ხა სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ვერაფერს, იმიტომ რომ ჩვენი პარტნიორი არასდროს არ ყოფილა სერიოზული რაღაც მომენტში, რა თქმა უნდა, ყველა და ეხაც ვინც ივანიშვილს წინამდე გვიბრძვით, რაღაც მომენტში ერთად გავართ ხოლმე, თუმცა ეს იმას აღნიშნავს, რომ ჩვენი მოკავშირე არის ხოლმე, ვთქვათ, რომელიმე პოლიტიკური აქტორი, მით უმეტეს სალომე ზურაბიშვილი, რაც შეეხება მის როლს, ჩვეულებრივი როლი აქვს, როგორც ყველა იმ ადამიანს თუ ორგანიზაციას, რომელიც ჩართული არის ივანიშვილის წინამდე ბრძოლაში, განურჩევლად იმისა, რომელი უფრო ახლოს ვთქვათ ჩვენთან თუ უფრო შორს დგას და მოგწონს თუ არ მოგწონს. ეს დავიგანებს უკრავას ბრალს არჩევნების დამხობის მოწოდებებზე და არჩევნების დამხობის მოწოდებებზე და თვითონ არჩევნების პროცესის ჩაშლის თაობაზე როგორ შეფასებით ამას? ეს რა საქართველოში არ არსებობს არანაირი სამართლებრივი სტანდარტი, მაგალითად ამერიკაში არსებობს სტანდარტი მყისიერი უეცარი საფრთხისა, რომელსაც კონკრეტული საჯარო განცხადება უნდა შეიცავდეს. ეს ტესტი არის აუცილებელი ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, იმისთვის რომ ადამიანები მხოლოდ პოლიტიკური განცხადების გამო არ იყვნენ დაკავებულები და რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში და სხვა შემთხვევაშიც ვერანაირად ეს ტესტი ვერ ყოფილდება ხოლმე, უბრალოდ ივანიშვილს სურს აჩვენოს ხოლმე ძალა და ყველა ადამიანი, რომელიც საჯარო განცხადებაში რაღაც გააკეთებს ესეთ მისთვის რადიკალურ განცხადებას იქნას დასჯილი და რა თქმა უნდა არანაირი სამართლებრივი ტესტი, არანაირი კონსტიტუციური ვალდებულება ამის და ნიადაგი არ არსებობს ხოლმე. სუსტა რატომ არ იმყოფებოდით ხაბეიშვილის შემთხვევაში იყავთ პროცესის და იბასუხეთ კითხვაზე სხვა პასუხი. ანუ ამ კითხვაზე მიპასუხებთ. ანუ არ ვიცი ხა სხვა ამასთან დაკავშირებით კი ჩაგიკითხებთ მაშინ კიდევ კანონთან მიმართებაში 77 მუხლში არის ჩანაწერი გაკეთებული დამხობის შესახებ, სადაც არ არის როგორ გესმისებათ ეს კანონი? 77 მუხლში. ჯერ ჩამოყალიბდი კითხვაში და ვერ დავესვეს. როგორ გესმით თქვენ ეს კანონი რო წაუკითხო, ანუ ხო არ არის ვალდებული იცოდეს კანონიზე პირად 77. ანუ რა გაინტერესებს მითხარ? მართლა ხო მივხვდი შეიტყვას რომ გაუგებარია კითხვა და მითხარ. 77 მუხლი, სადაც წერია დამხობაზე, რომელიც ისჯება. თქვენ როგორ გესმით? წერია მუხლი ხომ უნდა განუმარტო რა იცის და გუგნე. ვერ დაუბრუნდა, მაგრამ არ მნიშვნელობა, ანუ კანონი. ზოგადად რას ფიქრობ კანონზე? სადაც დამხობაზეა საუბარი. კარგი. ანუ ზოგადად როცა საუბრობთ ჩვენ კანონებზე, ამ კანონებს აქვთ რა თქმა უნდა სამართლებრივი განმარტება, თუმცა ჩვენ უნდა ამოვიდეთ იმ პრინციპიდან, რომ მაგალითად შეიძლება ეწეროს ძარცვაც, მკვლელობაც და მსგავსი ტერმინებიც კანონმდებლობაში იყოს დასჯილი, მაგრამ რახან პოლიტიკოსი ამ ტერმინებს გამოიყენებს საჯარო პოლიტიკურ განცხადებაში, კონკრეტულ კონტექსტში და კონკრეტულ სიტყვების
თანხმედრაში, მაგალითად რაღაც როცა მშვიდობიან დამხობაზე იყო საუბარი, არ უნდა იქნას ახმული როგორც სისხლისამართლებელი დანაშაული, მით უმეტეს როცა ამ საჯარო პოლიტიკურ განცხადებაში არის ღიად საუბარი იმაზე, თუ რას გულისხმობენ, ესე შეიძლება მივთქვა, რომ პოლიტიკური რაღაც სამარეში უნდა ჩავიდეს ივანიშვილი და პოლიტიკური ლიკვიდაცია იგეგმება ივანიშვილის სისტემის და ამის გამო უნდა დამიჭირონ როგორც არის ახლა გაზრახულობის თეულობაზე, ანუ ეს ხო არაადეკვატური გახავთ, ამიტომაც როცა ვსაუბრობთ დემოკრატიულ ქვეყნებზე, მსგავსი ასე ვთქვათ, სტანდარტი იმდომ არსებობს უეცარი და მყისიერი საფრთხის რომ არ მოხდეს ადამიანების დაკავება მხოლოდ საჯარო პოლიტიკური განცხადების გამო და იმის გამო რომ მათ მიერ ნახმარი სიტყვა არის ასევე ვთქვათ სისხლისამართლის გარკვეული ნორმის დისპოზიციაში. თქვენი შეფასებით და მეტი რა გითხრათ ახლა არ ვიცი ახლა არის თუ არა დანაშაული მოწოდება და მეტი რა გითხარით? ანუ იმდენჯერ გიპასუხებ ახლა ამ კითხვაზე არ ვიცი ახლა ხო ის homo sapiens-ები ხო ვართ ახლა რა ვიცი რამდენჯერ უნდა გიპასუხოთ ახლა თავიდან გითხრათ ევროსაბჭოს დღეს არის საქართველოს საკითხზე დებატები და რა მოლოდინები გაქვთ ასე არის რეზოლუციის წარდგენა ხო არა მოლოდინი ყოველთვის არის ერთი როცა ვსაუბრობთ ჩვენ დასავლურ სამყაროზე ავტორიტარები და დიქტატორები დასავლეთში არ მოწონთ და ეს ძალიან ლოგიკურიც გახლავთ ამიტომაც ყველა ის გადაწყვეტილება რომელიც არის ხოლმე მიღებული ის რეზოლუცია რომელიც არის ხოლმე გამოტანილი არის ხოლმე ივანიშვილის ბანდისთვის მიუღებელი და ადეკვატური და ასახვადი არის ხოლმე ის მდგომარეობა რა თქმა უნდა რაც არის საქართველოში ამიტომაც იგივე მოლოდინი გვაქვს ამ დღესთან დაკავშირებით და კიდევ არა შემდეგ თემაზე გადავა მაშინ ივანიშვილი გუშინ გავწევდა ივანიშვილის წერილი 13-იანი მმართველობა იყო შეფასებული სხვადასხვა მიმართულებით თუ გამოხილებული ყურადღება მათ შორის იმაზე რომ საქართველოს შეინარჩუნა მშვიდობა რომ ქვეყანაში არის ომი იმ ფონზე როდესაც მაგალითად აღმოსავლეთში სომხეთ-აზერბაიჯანის ომი იყო უკრაინაში ომი არის და ამ ვითარებაში ეკონომიკა განვითარდა თქვენ როგორ აფასებთ ამ მიმართულებით ამ ზიან მიმართულებას და ხო, საქართველოში ბოლო 13 წლის განმავლობაში ასრულდა ყველა რუსული სტრატეგიული ოცნება, ეს გულისხმობს მათ შორის საქართველოს ქართველებისგან დაცლას, 100,000-ობით ქართველის მიერ საქართველოს დატოვებას, კონკრეტული კლანების გამდიდრებას, საქართველოს მოქალაქეების, კეთილსინდისიერი მოქალაქეების ხარჯზე, მათ შორის, რა თქმა უნდა, ხდება ქართველების გატაცება, ქართველების კვლევა ისე რომ რა თქმა უნდა არანაირი რეაქცია არ არსებობს ხოლმე აი მარიონეტული ხელისუფლების მხრიდან, ამიტომ მთლიანობაში შეგვიძლია შევაჯამოთ როგორც რუსული სტრატეგიული მიზნების და ოცნებების ასრულების 13 წელი. ის რომ ომი არ არის ეს ნუ გიპასუხეთ ამ კითხვაზე. არა, ომთან მიმართებაში არის. რა უნდა გიპასუხოთ, ანუ გითხარით პოლიტიკურ შეფასებაზე, ანუ არ არის და რა უნდა კი არის, არ არის თუ რა უნდა გითხარით. და გითხარით გიპასუხეთ და რა ვიცი ხა რჩეთ არ მოგწონს კითხვები. ეკონომიკაზე არ მისმენ ხოლმე მართლა, ანუ რა ვიცი ხა. ანუ ნახეთ გეკითხებით რომ ბოლო პერიოდში თუნდაც ევროკომისიის დასკვნები იყო. ბოლო პერიოდში გიპასუხეთ ეკონომიკაზე ჩემ ეკონომიკაზე ჩემ პოზიცია გითხარი, იყო ძალიან კაფეო. აცდენილი თქვენი შეხედულებები და თქო აზიის ბანკის და თუ ამ კაცო დასავლურ ორგანიზაციებს ეხებით რომ ამბობენ ავტორიტარული ქვეყანა არისო და არალეგიტიმურია, იმაში მაინც რატო არ უჯერებთ? რაღაცაში რაღაც ინდექსში უჯერებთ და ზოგადად პოლიტიკურ პოზიციაში არ უჯერებთ ანდა მაინც? მაშინ რატო არის აცდენილი შენი პოზიციები ყველა თელი ამ ინსტიტუციების ოფიციალურ პოზიციასთან? სხვა კითხვა. და ამასთან არა, ამ წერილთან დაკავშირებით. აქ ვერ გამიქაჩავ მეგონი ხვდები. კიდევ იყო ხაზგასმული ვითარება, როდესაც საუბარი არის ქვეყანაში დასავლეთის მხრიდან შიდა საქმეების ჩარევაზე, დიპლომატების განცხადებებზე, მთელი ეს პროცესი რაც მიმდინარეობდა აქციებზე, რომლის მიზანიც იყო მართლმადიდის განცხადებით ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა. თქვენ ამ პროცესს როგორ უყურებთ? ან რა ჰქონდა მიზანი, რა აქვს მიზანი დასავლეთის დიპლომატებს მათ განცხადებებს? საქართველოს ყავს ერთი მტერი რუსეთის სახით, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი, რომელიც მუდმივად ცდილობს სხვადასხვა მეთოდებით საქართველოს აღწევების განადგურებას. რუსები როცა აქებენ ეგრეთ წოდებულ მეთაურებს ჩვენი ქვეყნის და მათ შორის ავტორიტარული სამყაროს წევრი ქვეყნები მხოლოდ და მხოლოდ ეს არის ნათელი მტკიცებულება იმის თუ რეალურად რა ქვეყანაში გვიწევს ცხოვრება. დასავლეთს კი აქვს ძალიან მყარი პოზიცია და მას სურს უბრალოდ რომ საქართველოს იყოს დემოკრატიული და მეტი არაფერი. ის რომ დასავლეთს თურმე ახლა რამე არადემოკრატიული სურს, ეს არის მხოლოდ რუსების და რუსების ქვეშევრდომების ბოდოა. ანუ სწორედ დღეს არის პასზე მიიღებს რეზოლუციას, შესწავლები არის შესული. მათ შორის აღსანიშნავია, რომ ჩანაწერი კეთდება, ოპოზიცია არ იღებს არჩევნებში მონაწილეობას იმის გამო, რომ არახელსაყრელი პირობები არის. რეალურად ეს იყო ოპოზიციის იმ ნაწილის თავისი გადაწყვეტილება თუ არახელსაყრელ პირობებს უკავშირდება, როგორ ფიქრობთ თქვენ? ხელსაყრელი პირობებში იგულისხმება ევროპელი ჩვენი კოლეგების მიერ ის რომ იმისთვის რომ არჩევნები იწოდებოდეს არჩევნებად უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ კრიტერიუმებს და როდესაც ახლა ადამიანების მოსყიდვა ხდება, ადამიანების ცემა ხდება უბნებზე და
როდესაც არავინ არ არის ამის გამო ანგარიშვალდებული და არავინ არ დაისჭება და მთელი მარჩაჯულების სისტემა, მთელი ზონდერ ჯგუფები, მთელი კრიმინალური ჯგუფები, ყველა და ყველაფერი აბსოლუტურად ივანიშვილს ეხმარებიან ხოლმე, რა თქმა უნდა, ეს პროცესი ზოგადად არის ხოლმე სპეცოპერაცია და არა არჩევნები. ამიტომ რა თქმა უნდა, არსებობენ ძალები, რომლებიც იღებენ კეთილსინდისიერ გადაწყვეტილებას და აი ამ სპეცოპერაციაში და ფარში მონაწილეობას არ იღებენ ხოლმე, მათ შორის ჩვენი პარტიის, ჩვენი ორგანიზაციის ჩათვლით. და ორი დღით ადრე ამ რეზოლუციის მიღება თქვენი აზრით რას ემსახურება? არ ვიცი, რას უნდა ემსახურებოდეს, ანუ კონკრეტული ორგანიზაციები, როდესაც იკრიბებიან, როდესაც უნდა შეიკრიბონ, შეელობენ ხოლმე იმ საკითხებზე, რომელიც უკავშირდება ევროპას, გვინდა თუ არა გეოგრაფიულადაც მათ შორის ჩვენ მოვიაზრებით ევროპის ნაწილად, საუბრობენ რომ ლისაბონიდან თბილისამდე ევროპა, გასაგებია რომ სამწუხაროდ ამ რეჟიმის გამო დროებით დაკარგული ვართ ევროპისთვის, იმის გამო რომ უბრალოდ ობახიძემაც მათ შორის ეგრეთ წოდებულმა პრემიერმა შეაჩერა ევროპული ინტეგრაციის პროცესი, თუმცა კონკრეტული დასავლური ევროპული ორგანიზაციები, როდესაც იკრიბებიან, საუბრობენ და მსჯელობენ საქართველოზე, სადაც არის ავტორიტარიზმი დამყარებული და უბრალოდ ამ საკითხთან დაკავშირებით მათი განცხადებებიც კეთდება ხოლმე და შეფასება. მარტო გულში ამობენ რომ ეს არის კიდევ ერთი წახალისება აქციის, რომელიც 4 ოქტომბერს არის ჩანიშნული. როგორ შეაფასებთ მაგ განცხადებას? შეიძლება გქონდეს ეს დატვირთვა? ივანიშვილის ბანდას ძალიან ეშინია 4 ოქტომბრის, იმიტომ რომ ძალიან კარგად იცის რომ არის ანტიქართული რეჟიმი, რომელიც ემსახურება მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებს, საკუთარ ინტერესებს, ანუ გამდიდრების სურვილს და ძალაუფლების შენარჩუნების სურვილს და კარგად იცის რომ დანარჩენი საქართველო როგორც ეკონომიკურად, ისე ეროვნულად არის ჩაგრულ მდგომარეობაში და კარგად ხედავს იმ პრეცედენტო კონსოლიდაციას, რომელიც არსებობს და აქედან გამომდინარე ამ კონსოლიდაციის ძალიან ეშინია და ყველაფერს უკავშირებს 4 ოქტომბერს.